ბიზნესმენი იყო, სულ ბიზნესში უნდა იყოს, სულ გაყიდო, სულ იყიდო, მიუტანო, მოიტანო, ნახო, შეხედო, დაათვალიერო. სხვის შეცდომებზე უნდა ისწავლო. შენ შეცდომებზე ცოდვა ხარ, იმიტომ რომ მე რამდენი შეცდომა დამიშვია, იმ შეცდომებიდან უფრო ვისწავლე ბიზნესი, ვიდრე ბიზნესიდან ბიზნესი. წიგნი უნდა წაიკითხო 50% და 50% უნდა მიიღო პრაქტიკა. ეს არის აუცილებელი. პირველი ბიზნეს როცა იწყებთ, ყოველთვის უნდა იყოთ კარგი ჩაცმული. მეჩქარება არ არის. რაც გაქვს ის ჩაიცვი. არავინ არ გეუბნება შე რომ ჩაიცვა ის, რაც მაგალითს ვამბობ, ამ კაცაცვია. ეს პროკურორის შვილია. ეს პროკურორის შვილია, ეს პოლიციის უფროსის შვილია, ეს მოსამართლის შვილია, ფული აქვს. ესე ვფიქრობ ჩვენ ყველას და იმას აცვია. ჩვენ არ გვაქვს ჩასაცმელი, ხო? მაგრამ იმას არ უყუროთ, ის პროკურორის შვილია. მე ამ წუთას ვამბობ ბიზნესი როგორ გავაკეთოთ. პირველ რიგში უნდა იყო ჩაცმული. დაბანილი, ესეთი გამონათქვამი არ არსებობს, არ გაგიკვირდეთ. წიგნში ვერ ნახავთ, იმიტომ რომ ამერიკელები ამ სიტყვას არ იყენებენ და არც ევროპელები. მაგრამ მე ვიყენებ და ჩემ წიგნს მალე გაჩუქებთ. ადამიანი ნებისმიერ ასაკში უნდა იყოს დაბანილი, დავარცხნილი, მოწესრიგებული და როცა შესახვედრად მიდიხარ სადმე, აუცილებლად 10 წუთით ადრე უნდა მიხვიდე. არასდროს არ უნდა დაიგვიანო. თუ შენ ბიზნესში შეხვედრაზე დაიგვიანებ, შენ ჩაგთვლიან როგორც არასერიოზულ პარტნიორს. თხოვთ ყველას. ვინაიდან თქვენ აქ ჩვენ ერთმანეთს დღეს შევხვდით, პირველი რაც არის ბიზნესში, არასდროს არ უნდა მოიტყუო. შეიძლება ბიზნესში წახვიდეთ ზოგიერთები, მოსამართლე იყოთ, პროკურორი იყოთ, სხვადასხვა თანამდებობა გქონდეთ, მაგრამ მე ყოველთვის გირჩევთ ბიზნესს და ბიზნესში როცა ხარ, არასდროს არ უნდა მოიტყუო. ბიზნესი ზუსტად ამ დროს უნდა დაიწყოთ, ბიზნესი ვიღაცისგან უნდა ისწავლოთ და ჩემი თხოვნა ბიზნესურად გეუნებით დღეს, მამაშვილულად გეუნებით, ქართულად და კაცურად გეუნებით. არც ერთი შრომა არ არის სამარცხვინო. როცა ძლიერი ხარ, ელოდეთ ბევრ მტერს, იმიტომ რომ ეს საქართველოა. ჩემი ოცნება არის, რომ მე თქვენი დახმარებით საქართველოში 2 ავტოქარხანა გავაკეთო. ერთი რუსთავში, რომელიც არის უკვე 70-80% გაკეთებული და სავარაუდოდ ანსენა